მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს გავაკეთოთ ჩვენ გაშლა, რას გიმზადებთ თქვენ სამყარო, ხოლოდ ვნახოთ უშუალოდ პირად ცხოვრებაში. ვნახოთ რა პირად ცხოვრებას გვაჩვენებს, ურთიერთობა იქნება თუ საერთოდ თქვენი პირადი ცხოვრება, იმიტომ რომ პირად ცხოვრებაში მარტო ურთიერთობა არ შედის, შეიძლება განვითარება იყოს, შეიძლება სადმე წასვლა მოგიწევთ, ან დროს გაატარებთ თქვენთვის სასიამოვნოდ, ვნახოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ ჩვენ სიგნიფიკაცია იმისთვის, რომ გავიგოთ, ეხლა რა ენერგიებში ხართ და მე უკვე ვკითხოთ ტაროს, დღეს ახალ დასტაზე ვიმუშავებთ, ისევ ისე ჩემ მოსწავლემ მაჩუკეს, ჩემი ნინი მაჩაიძე, უკვე შეიძლება ზოგი იცნობთ მაგას, უკვე ჩემი მოსწავლე არის, რომელიც უკვე მუშაობს. თავისი YouTube არხი აქვს, თავისი TikTok-ი აქვს და ძალიან მიხარია, საერთოდ მიხარია ჩემი მოსწავლების დიდი წარმატება. ვნახოთ, აბა, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? შევხედოთ, რა ენერგიებში ხართ თქვენ? ვისთვის იქნება დღევანდელი ინფორმაცია. იცით რა მოდის თავიდან? აქ არის როგორი მომენტი, იცით, აქ ადამიანმა რაღაცა ზალა დაატანა. და აი როგორი ენერგია, იცით, ნახეთ აქ როგორი ძალის არკანი არის, აი იმენა ადამიანმა მართლა რასაც ქვია ზალა დაატანა და ან ეხლა ცდილობს კიდე მოდით ასეც ვთქვათ, რომ გამოვიდეს, რთული პერიოდიდან. შეიძლება იყავით, რაღაცა მომენტები შეიძლება ისეთი იყო, რომელიც თქვენ არ მოგწონდათ, რომელიც თქვენ გრძნუნავთ, რომელიც თქვენ აი შეიძლება გზას ეძებდით, გაიგეთ, არის ესეთი პერიოდი, როცა ადამიანი მოდის ისეთ მომენტში, რომ მოვიდა დრო, რომ აი ასე აღარ შემიძლია, მე არ მინდა ასეთი ცხოვრება, მე მინდა რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს, მე მინდა შეიძლება უყურებთ რა ვიცი, ან სხვებს, ან შეიძლება არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ეს არის ეს მომენტია, როცა უკვე არ მინდა მე ვიყო აი სულ ასეთ რაღაცა დატყრუნული და სულ არ მინდა ვიყო აი ესეთი სულ დეპრესიული და ასე შემდეგ. შეიძლება ძალიან დეპრესიაც თუ არა, მაგრამ აი თითქოს აი რო გაბრაზდები შენს თავზე და იტყვი როდემდე მე ასე ვიცხოვრო. მე მინდა კარგი, ნორმალური, დალაგებული ცხოვრება, უბრალოდ ეხლა აი მომეცეთ ეს საშუალება, მომეცეთ, მითხარეთ, სად წავიდე, აი ესეთი რაღაც ენერგია არის. ნახოთ ახლა მე ვეძებ, რა თქმა უნდა, დედოფალს, იმიტომ რომ გოგოები უფრო მეტად უყურებენ, მაგრამ პრინციპში მეფეებო თქვენს შეგიძლიათ ეს როგორც ენერგია მიიღოთ. თუ შეხვდება მანამდე მეფე, ესე იგი თქვენს მოგახსენებთ აუცილებლად. აი ნახეთ, კი, აი რაც გითხარით, აი ეს არის ზუსტად, როცა ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო, მორჩა. მე მინდა ვიყო კარგად, მე მინდა ვიყო ბედნიერად, მე მინდა ახალი ცხოვრება, მე მინდა რომ შევცვალო ცხოვრება. ნახეთ როგორი საინტერესოდ არის, გოგო დგას და მაგას აქვს, ნახეთ გლობუსი არის მის წინ და ყველანაირად უკვე გადაწყვეტილება მივიღე, რომ всё, წინსვლა მინდა, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამაზე ფიქრობდა, ამ ბედნიერებაზე და აქ არის როგორი მომენტი, იცით, აი ზუსტად ესეთი პერიოდი, რომ აი უფრო კარგი მინდა, უფრო მეტი მინდა, რომ ჩემ თავს მივცე უფლება. რა არის, იცით, ჩვენ ბევრჯერ რატომ არ გვემართ, არ აგვაქვს ეს წარმატებები და რაღაცები, იმიტომ რომ ჩვენ თავს არ ვაძლევთ უფლებას. რას ნიშნავს უფლებას არ ვაძლევთ? ჩვენ გვაქვს აი ეს რაღაც პროგრამები, რომელიც მოდიან ბავშვებიდან, როცა ჩვენ რაღაცებს გვიგრძალავდნენ, აი თქვათ, ეს არ გააკეთო, ესა შენო არ არის, ეს ეხლა მარტო ამისთვის ფული არ აგვაქვს, ეს რა მოინდომე ეხლა შენ, მეტის მეტი ხო არ მოგდის, გაიგეთ? აი ეგეთი რაღაცები, როცა ჩვენ ბავშვებიდან გვესმის და კიდე ეხლა მაგდაგვარი რაღაცები, ეს მერე ჩვენ შინაგანად გვეცნობიერად გვიგრძალებს რაღაცებს და მერე უკვე როცა ვიზრდებით, როცა რაღაცებს ვაკეთებთ, ვცდილობთ ჩვენ, ხო? დაუშვათ იმაზე უფრო კარგად მინდა ვიცხოვრო, შეიძლება როგორ ვიდრე ჩემი მშობლები, ვიდრე ჩემი თქვათ ახლობლები, მინდა, მაგრამ აი ეს პატარა რაღაცა მომენტები ზის ჩვენში და არ შეიძლება და შენც ვერ ხვდები რა ღმერთო, რატო არ შეიძლება, მე მინდა, რატო არ შეიძლება, მაგრამ აი ეს პროგრამები გვიშლიან ხელს, მაგრამ ადრე თუ გვიან, თუ როცა შენ ვითარდები,
როცა შენ თავზე მუშაობ, ეს ძალიან მაგრად შველის მედიტაციები, ну, ჩემი რიტუალები თქვენ იცით, ახლა ეს არის ჩემი ყველაზე მაგარი მედიტაცია მუშაობს, აი ძალიან მაგრად, აი რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, ვისაც მე მომყვებიან და ანუ თითქოს ხსნის, გაიგეთ? ანუ იქ ეს აფირმაციები, ის სიტყვები, რომელიც გესმის მედიტაციაში ყოველ დღე, ანუ თითქოს შენ ქვეცნობიერზე უფრო მუშაობს, იმიტომ რომ შენ რასაც ახლა შეძახილმა ხე გაახმო, ხო, იცით ეს ნათქვამი და ანუ ერთი და იგივე რომ შენ გესმის პოზიტიური თვალსაზრისით, მე ეს ცვლის შენს უკვე მიდგომასაც, გაიგეთ? ანუ შენი უკვე ტვინით სხვანაირად აზროვნებს და ქვეცნობიერიც სხვანაირად მუშაობს და არის, აი, აქ ზუსტად ეს მომენტი, როცა უკვე მე აღარ მინდა რა, ისე ვიცხოვრო, მე უკვე ეს რაც იყო ეს, თქვა, ჩავში ეს დადგენილებები და ეს რაღაცა მომენტები, აღარ მინდა განთავისუფლო მაგისგან რა, მე მინდა ჩემი გზით წავიდე და არასხვის, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენში საუბრობს ვიღაცა. Ну, ეს ძალიან ისეთი თემა გლობალური, ვიღაცა რა შეიძლება ეს დედა იყოს, მამა, ჩვენ ხო მისგან შევდგები და ზოგჯერ ჩვენ ახლა ჩვენი პროგრამა, აი სულაც რო იზახოთ, მე რა ვიცი, ესებში ჩემი აზრი არ არის, რატო ვფიქრობ მასე? ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ვიღაცის ან დედის ან მამის ან კიდე ვიღაცის საგვარეულოდან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ შემდგარი საერთოდ ბევრი კომპონენტებისგან. Ну, ეხლა ეს უკვე ღრმა თემა არ მაგაზე არ დავიწყებ მე საუბარს. უბრალოდ ეს მინდა რომ ვთქვა, რომ აი აქ ყოველ შემთხვევაში ადამიანი გრძნობს უკვე იმას, რომ მე აი ხმალების დედოფალი გამოვიდა, კი ბატონო, ხმალების დედოფალი გამოვიდა, რომელმაც არჩევანი გააკეთა ბედნიერებისკენ. და ეს არის იმენა ქვეცნობიერით, ეს არის უშუალოდ იმენა გონებრივად ქვეცნობიერით. მე მივიღე გადაწყვეტილება. ანუ მე არ დავიღლები ამისი თქმით, რომ ყოველთვის ერთი და იგივეს გეუბნებით, მაგრამ კიდე ადამიანს საერთოდ 7 ჯერ უნდა უთხრა ერთი და იგივე, რომ გაიგოს, ხო? და რადგან ჩვენ გვემატება აქ კიდე ახალი ადამიანები, იმათთვის ეს 7 კიდე. და თქვენ უკვე 14, ხო? ანუ უკვე უნდა დაეწყო და ამიტომ და ვიღაცა 114 ჯერ უკვე მოისმინა და თქვა რომ მორჩა რა, აღარ შემილია. უკვე მე მინდა მართლა ძალიან კარგი ცხოვრება, მე ავერჩიე ჩემი თავი, რას გეუბნებით სულ, შენ თუ კარგად იქნები, მერე უკვე ყველა შენს გარშემო ადამიანებიც კარგად იქნებიან, ყველა იქნებიან ბედნიერი. შენ თუ ხარ უბედური, ну თუ უბედური ხარ, რანაირად შენ გამოასხივე ბედნიერებას, რანაირად შენ ვინმეს გაუღიმებ, რანაირად შენ ვინმეს ეთქვი თბილი სიტყვას, ну ეს ხო შეუძლებელია, ხო? შენ როდეს შეგიძლია იყო პოზიტიურად განწყობილი, როცა შენ თვითონ გიხარე, როცა შენ თვითონ კარგად ხარ, როცა შენ თვითონ ანუ ხარ რაღაც რა ვიცი, აი გათენდა გიხარია, თუნდაც იმიტომ რომ ცოცხალი ხარ, თუნდაც იმიტომ რომ ჯამრთელი ხარ, თუნდაც იმიტომ რომ შენი შვილები ან შენს გვერდით არიან, ან იქ სადაც არიან, კარგად არიან, ხო? დაუშვათ, ან შენ უსურვებ მაგათ კარგად ყოფნა. ну ასე შენი ახლობლები, შენი რა ვიცი, მეგობრები, ხა მე თქვენზეც ვლოცულობ ყველაზე სხვათა შორის ყოველ დღე რომ კარგად მყავდნენ ისე ადამიანები, ვინც მენდობიან, რომ ღმერთს მადლობა, რომ ანუ მაძლევს საშუალებას, რომ ადამიანებს გაბუზიარო ჩემი ცოდნა, ჩემი პოზიტივი. აი ასე შემდეგ, როცა შენ აი ესეთ ენერგიებში ხარ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოსწორდება და აქ იმ ადამიანს უკვე აქვს ძალიან ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ მე მინდა ახალი ცხოვრება, ახალი ბედნიერება. შეიძლება ახალი პროფესია აერჩიეს, შეიძლება აი აქ შემიძლია даже ვთქვა, რომ ზოგმა შეიძლება, აი კი ბატონო, ზოგს შეიძლება даже იცით როგორი მომენტი აქვს, რომ რა ვქვია, აი მასწავლებელი ავერჩიე, გზა ავერჩიე, ბედნიერების გზა დავსვი წერტილი, იმიტომ რომ ან რაღაცა მინდა ახალი ვისწავლო, რაც მომიტანს ბედნიერებას, ამაზე ვფიქრობდი, ეხლა გადაწყვეტილება მივიღე და ვიცი რომ ამ ადამიანთან, როცა თქვათ რაღაცა ცოდნას მივიღებ, მე ვიქნები ბედნიერი. აი ესეც არის აქ და სხვათა შორის აი ეხლა ბიჭებო თქვენთვისაც იგივე შემიძლია გით რა გამოვიდე პენტაკლების მეფე, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რაღაცა ცოდნის მიღება. ან სხვა თუნდაც კიდე ერთი მომენტი, რომ ადამიანმა აქ ბიჭებს თუ ეხება, ანუ ნახა ისეთი ადამიანი, ისეთი ქალი, რომელზეც თქვა, რომ აი მინდა რომ ოჯახი შევქმნა. აი ეგეთი რაღაცაც მოვიდა აქ სხვათა შორის რა. კიდე რას გვეუბნებიან? ну კი.
აი ბიჭებისთვის როგორი მომენტი აქ იცით რომ ნამდვილად ხო შეხვდა ესეთი ურთიერთობა რომელიც ნამდვილად უნდა რომ გაგრძელდეს მთელი ცხოვრება და მასთან ვიყო ბედნიერი შეიძლება გოგოებო თქვენ შემთხვევაში როგორი თემა არის ანუ ეს ბედნიერება მე უკვე ნახეთ აქ ადამიანმა ჩართო გონება იმიტომ რომ გოგოები საერთოდ უმრავლესობა ჩვენ ცხოვრობთ რითი ემოციებით ხო ემოციებით რაღაცა ილუზიებით რაღაცა ანუ ხედვებით რა ვიცი ჩვენებურ ხედვებით და მაგრამ აი აქ როცა ანუ ენერგია ხმალების დედოფლის სხვანაირი არის რა აქ უკვე ადამიანი ტვინს რთავს იმიტომ რომ გამოცდილება მაქვს უკვე აღარ შემიძლია უკვე აღარ მინდა ისე როგორც იყო ეხლა მე უკვე მინდა სხვანაირად ეხლა მე უკვე მინდა ვიცხოვრო ანუ ბედნიერი მინდა ვიყო გაიგეთ რა ხდება და ამიტომ მამაკაციც მე ისეთი მინდა რომელიც სერიოზული იქნება რომელიც ნამდვილად ვისანაც მე ვიქნები კარგად და აქ მე შემიძლია თქვა რომ ვიღაცასთან უკვე შეხვედრად შედგა შეხვდეთ ახალი ადამიანი რომელშიც თქვენ ხედავთ უკვე რომ აი ამ ადამიანთან მე შევძლებ განვითარებას ნახეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეიძლება ადამიანი თვითონ ნახეთ არის ზოგჯერ წყვილში როგორ იცით სხვადასხვა ვარიანტები უბრალოდ ვიცი აი მილიონნაირი ვარიანტები ვიცი ამიტომ მე არა ვარ ის პიროვნება რომელიც აი თქვათ ის ექსპერტი მოდით ასე ვთქვათ, რომელიც ამბობს მარტო Facebook-ის აი კლიშეებით რა. თუ შენ გინდა იყო ბედნიერი კაცი, უნდა იყოს ასეთი, საცოდავი კაცები, რატომღაც სულ რაღაც ვალდებულები არიან რა. ანუ ნუ მართლა მოდით ახლა სერიოზულად შევხედოთ ახლა რა. რატომ აი ეს ამ კაცმა რა უნდა ქნას ვერ გავიგე, რომ აი ყველა იდეალური კაცი როგორ უნდა იყოს, ესე იგი გამოდის როგორ ყველა ქალი იდეალური აბსოლუტურად და მარტო ეხლა ეს კაცები მოდიან რაღაცა ნაგვები რომელიც უნდა შეიცვალონ იმისთვის რომ ჩვენ მაგარი გოგოებს დაგვედგენ გვერდში. ნუ ეს არის ზღაპარი. ეს არის ხლა ესეთი ზღაპარი ვერ აგიხსერთ რა. იმიტომ რომ ეს ზოგჯერ არის ანუ თუნდაც ადამიანი იმიტომ შენს გვერდით რომ თავისი ქცევით, თავისი აი შეიძლება მილიონერი სულაც არ არის, შეიძლება მას არ აქვს საშუალება რომ შენი ყველა პრობლემები გადაგიწყვიტოს, მაგრამ აი მისი სივრცე, მისი შეიძლება ღიმილი, მისი ჩახუტება გაძლევს იმხელა ენერგიას, რომ შენ თვითონ უფრო გაგწინსვლა და შენ თუ ცხოვრობ მარტო იმით, იმ ძველი დადგენილებებით, ძველით, აი აქ ადამიანი ცდილობს რომ ეს ძველი გააგდოს თავისი თავიდან, ხო? გაგიჭირდება. რატო გაგიჭირდება? იცი, აი წარმოიდგინეთ, გიყვართ ადამიანი. ის ადამიანი არ არის მილიონერი, ხო? როგორც ახლა ყველგან ყვირიან მილიონერი უნდა იყოს, მაინც ყველა კაცი, ხო? დაუშვ რატომღაც, ნუ არ ვიცი რა. და იმიტომ და მე მაგ პრობლემები და ისეთი კაცი მინდა, რომელიც მოვიდეს და ჩემი პრობლემები გადამიწყოს. ანუ ყველა ვეძებთ მამას, ხო? იმიტომ რომ პრობლემებს გვიწყდას მამა ბავშვობიდან. თუ არა, ნუ ეს არის წესი, ასეთი სამყაროს აქვს თავისი კანონები, ხო? ანუ ესე იგი თუ მამა არ მყავდა, ან თუ მამა ჩემზე არ ზრუნავდა, ესე იგი მე ქვეცნობიერად ვეძებ მამას, ხო? რომელიც მოვა მამის შემცვლელი, რომელმაც ადგენს და გააკეთოს ის ყველაფერი ჩემზე, იზრუნოს როგორც პატარა ბავშვს, აი ნახე, ვიზრუნოს, ზრუნვაშიც ახლა რადევს ახლა უნდა იზრუნოს ჩემზე, როგორ? აი უნდა წავიდეს თქვათ მომიტანოს რაღაცები მიყიდოს, უნდა თქვათ სადმე წამიყვანოს, უნდა რაღაცა სისულელებს ჩავიდენ, ვალებს ავიკიდებ, უნდა გამისტუმროს, ანუ კიდე რა საჭმელსასმელი უნდა მომიტანოს. ეს არის ბავშვური პოზიცია, ბავშვი. ზრუნვა სულ სხვა რამეში არის მამაკაცის, სულ სხვა, როგორც ქალის. ნუ ეს სხვა თემა არის, ახლა რაღაც კიდე შევტოპე სადღაც ღრმად, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ეს იცოდეთ თქვენ, რომ არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ადამიანი იყოს მილიონერი, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი, ან ისეთი უნდა იყოს, რომ მე ვიყო ბედნიერი, რანაირად, ესე იგი შენში მხოლოდ სიცარიელია, რომ შენ ვიღაცას იმ საცოდავს ეძებ, რომელმაც შენი სიცარიელი შეავსოს, ესე იგი შენ თავთან არ ახარ ბედნიერი, ხო? რატო არ ახარ ბედნიერი შენ თავთან? იმიტომ რომ შენ არ აკეთებ იმას
რაც შენ გინდა, რატო არ აკეთებ იმას, რაც შენ გინდა, იმიტომ რომ შენ უყურებ იმას, ვინ რას იტყვის და მინდა დაუშვოთ ახლა ტარო ვისწავლო, მაგრამ იმას უყურებ, ვინ რას იტყვის, ხო, მინდა ასტროლოგია ვისწავლო, ვინ რას ვიყავი, თქვათ ახლა ექიმი, მინდა მოცეკვავე გავხდი, იმიტომ რომ ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობ, მაგრამ რას იტყვიან სხვები, იტყვიან გაგიჟდა ეს ხალი, ეს რა სისულელია. აი ეს არის რა და ამიტომ არ ცხოვრობ თქვენი ცხოვრებით. გაიგეთ? ამიტომ ადამიანი ეძებს, რომ ეს მოვა ვიღაცა კაცი, მე მარტო ვარ, მე ვიტანჯები, მე არ ვიცი რა გავაკეთო, ის სამსახური სახლი, მაგრამ ეს კაცი რო იქნება, იმასთან ერთად მე წავალ თეატრში, იმასთან ერთად მე გავისიირნებ, იმასთან ერთად მე კინოს უყურებ, იმასთან ერთად შენ აი ეს არის, ანუ ესე იგი ვიღაცა ეს ადამიანი უნდა მოვიდეს იმისთვის, რომ შენ გაგართოს რა მასხარა. გაიგე, მასხარა, რომელიც გაგართოს. არა, მაგისთვის პარტნიორი არ არის საჭირო, გაიგეთ? პირველ რიგში შენ თვითონ თუ ხარ ზრდასრული ადამიანი, შენ თვითონ უნდა შეავსო შენი სიცარიელე. ამისთვის უნდა იპოვო ეს შენი დანიშნულება, ანუ რას ნიშნავს პირადი დანიშნულება, რაც მე სიამოვნებს რო ვაკეთებ. რაც აი შენთან მატრიცაზე რომ მოდიან სხვათა შორის კონსულტაცია, აი თითქოს 90% თუ მეტი არა, ადამიანებმა იციან რა უნდათ. ანუ რა დონეზე იცი? აი რო ვეკითხები, აი შენ რითი ხარ დაკავებული და რითი გინდა რო იყო დაკავებული და აი ძალიან ზოგი იცით, აი მოგზაურობთ ასე, ვაიმე აი ეს კი მიზიდავს. ან ვაფშე ჩუმა ძის და რო ვეუბნები, ვხედავ მატრიცა შეინახე, შენ გაქვს უნარი იმისი რა იყო მაგარი მხატვარი, ან იყო მაგარი თქვა დიზაინერი, ან იყო თქვა მაგარი თქვა, ნუ ბავშვებთან გაქვს აი რო იმუშაო რაღაც და ასე არის. მართლა ვაიმე როგორ მინდა იცით სულ მაგაზე ვფიქრობ. მაგრამ არ ვაძლევ უფლებას ჩემ თავს, რომ ეს გავაკეთო. რატომ? ისევ ან რას იტყვიან ხალხი, ან რას მომიტანს მე ფინანსურად, ან რა შენ დაიწყე, აკეთე იმას, რაც შენ მოგწონს და მოგცემენ იმპულსებს, იმ სიამოვნებასაც და იმ ყველაფერს სინჯე მაინც დაიწყე. ეხლა ნახეთ ეს ამდენი ლექცია რომ მოგიყევეთ, ეს ყველაფერი აი აქედან მოდის ეს ინფორმაცია და დამიჯერეთ, იმიტომ რომ აი ეხლა მე თქვენ მოგიყევეთ, რომ ის თქვენი მდგომარეობა შინაგანი, რომელმაც თქვენ გამოგიწვიათ, რომ მიგიღოთ აი ესეთი გადაწყვეტილება, რომ всё აღარ შემიძლია, უკვე მინდა რომ მართლა ჩემი ცხოვრება შევცვალო და უკვე მართლა გავაკეთო ის რაც მე მინდა, ის პარტნიორის მინდა ისეთი, ვისაც მართლა მე სულიერად კარგად ვიქნები, ვისაც მე განვითარდები, იმიტომ რომ ვარსკვლავი არის ეს განვითარებაც არის, ეს არის ჩვენი ნიჭის გახსნა, ეს არის აი ჯამრთელი ურთიერთობა მინდა, აი თასების მეფე, ნახეთ რა მაგარი თასების მეფე არის, ეს დასთა ვაფშე გამაგიჟა ამ დასთა მისია მომეწონა, აი ვერ გეტყვი, აი ვიღაცა შენახეთ ეს ყურუმის ენერგია, ხო? ახალი ცოდნა მინდა ჩემში გავხსნა, რომელიც ვიცი რომ შეცვლის ჩემს ცხოვრებას, იმის მიუხედავად რას იტყვიან ხალხი, ვიმუშავებ, იმიტომ რომ მიზიდავს кайხანს და მეშინოდა, ნახეთ როგორ გამოვიდა ადამიანი, მეშინოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მივიდა, მადლობა ღმერთს, მადლობა ანგელოზებს და უკვე ნახეთ всё, მზად ვარ, აქ ძალიან მაგარი ენერგია, გეუბნებით, აქ ადამიანს, აი ზუსტად ვაიმე რაღაცა ინტერესო, გუშინ ხა პირველი დღე მარატონის იყო ჩვენთან და ზუსტად მივეცი ყურუმზე და იმპერატრიცის მედიტაციები რა, როგორც აი საჩუქრად პირველი დღეს მერე და აი ზუსტად ესე იგი გამოვიდა ყურუმი და გამოვიდა იმპერატრიცა. მაგარია, ანუ ვიღაცები მყავს, მე ესე იგი ჩემთან ახლა მარატონზე, ტაროს მარატონზე, ვინც ახლა უყურებს 2-3 მაისს სტარდება, დღეს თუ გინდათ შემოგვიერთეთ კიდე. დღესაც საინტერესო დღე იქნება. მოდით ნახოთ ახლა ესე იგი ჩვენ ამ ახალი დასით გუშინ გავშალი ისე მომეწონა, ისე მესიამოვნა. აი ნახეთ ახლა აი აქ და ასე და განახებთ ახლა. იქნება ვინ აი ასე აი ესეც ნინი მაჩუკა მე ჩასადებით აროს სიტილამაზია დავდე აქ. ვნახოთ აბა მაშინ ჩვენ ახლა უცებ, ანუ რა გელოდება თქვენ 3 თვის განმავლობაში ავიღოთ პირად ცხოვრებაში. აი ვკითხოთ ჩვენ ტაროს, ვკითხოთ სამყაროს, რა გელოდება თქვენ პირად ცხოვრებაში 3 თვის განმავლობაში. Так, ავიღებ ახლა მე რამდენიმე აი ასე 3 პოზიციას ავიღებ. და ვნახოთ რას გვეტყვის, ხო?
ნუ პირველ რიგში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ვიღაცას აუსრულდება სურვილი, აუსრულდება, ანუ პირად ცხოვრებაზე. ნახეთ ახლა რა გელოდებათ, აი რაზეც თქვენ ფიქრობდეთ, რაზეც თქვენ ოცნებობდეთ, აი ეს შემოვა თქვენ ცხოვრებაში. კი ბატონო, კი. ანუ ყველაზე ძალიან დიდი სურვილი, რომელიც თქვენ გინდოდათ, ეს გეუბნებით შეიძლება ეხებოდეს, ანუ თქვენ რაღაცა ნახეთ, სწორ არჩევანს გააკეთებთ, ისეთ არჩევანს და ისეთი რაღაცა შემოვა, რასაც თქვენ აი ძალიან რო გინდათ და მაგას მოიზიდავთ, იმიტომ რომ აი ნახეთ, თუ დაუშვათ თქვენ მედიტაციებს, ხო მედიტაციებშიც არის ხშირად რომ აი ნუ ყოველ შემთხვევაში რასაც მე ვაკეთებ და რასაც მე სხვებს ვაძლევ, ანუ აირჩიე, ანუ სამყარო მზად არის ყველაფერი შენ მოგცეს, მაგრამ ხო არსებობს რომ თქვათ რაღაც ამ ეტაპზე, აი ყველაზე ძალიან აი ეს მინდა სიტყვაზე, ხო, აი ამაზე ვოცნებობ. აი მაგას გეუბნებით, აქ აუცილებლად რაღაცა შემოდის თქვენ ცხოვრებაში, დიდი სურვილის ასრულება, რაც თქვენ მართლა ძალიან გინდათ და დიდი ხანია მაგაზე ფიქრობ და ძალიან გახარებული იქნებით, იცით? ძალიან გახარებული იქნებით ამით, იმიტომ რომ ეს არის იმენა აი რაღაც დიდი სიხარული. სხვათა შორის ნახეთ, კიდე გეტყვით, თუ ვიღაცა ეს ყოველთვის რა თქმა უნდა, რა ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია, თუ თქვენ ფიქრობთ ორსულობაზე, აქ არის ეს მომენტი, რომ თქვენ დაორსულდებით აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენ ამაზე უკვე დიდი ხანია ოცნებობთ და კი ნამდვილად ეს ასე იქნება რა. კარგით, მეორე აბა ვნახოთ. მეორე არის აქ მოდის რაღაცა განულება მიდის, ახალი გზა, ახალი ეტაპი, რაღაცა სიმსუბუქე მოდის თქვენ ცხოვრებაში და ნამდვილად ისე აი როგორ აიცეთ, აი ნუ პრინციპში ჩვენ ახლა სიგნიფიკაციაში ხო დავინახეთ, რომ ადამიანმა რაღაც ახალი გზა აერჩია, ხო? აი აქ სრული განულება, ანუ თითქოს მე ყველაფერს ვტოვებ უკან და ახალი გზაზე მივდივარ. აი ახალი ეტაპი გაქვს ხო? კი, სამყარო ზოგი, იმედად აღმერთება. გეუბნა ახალი ეტაპი დასრულდა თქვენი ცხოვრების და ეხლა არის უკვე წინსვლა. ანუ თქვენ თითქოს თუ რამე დაბრყოლება გქონდათ რამესკენ, ხო, თქვენ ამას ხსნით ამ დაბრყოლებას, გაიგეთ? ანუ თუ დაუშვათ, ნახეთ, სიტყვაზე იყო, ანუ მაგალითად დაბრყოლება ვკითხე, ის შეიძლება ფინანსური, ნახეთ, შეიძლება რაღაცა იყო, თქვენი ნაკადი იყო დახურული. არის ზოგჯერ ახლა ეგეთი მომენტებიც რა, როცა რა გაკვეთილებს გავდივართ და ეხლა ეს პერიოდი დასრულდა, თუ თქვენ დაუშვათ, ახლა გქონდათ სულ ბრძოლა ფინანსებზე, აი ბევრს მუშაობდით, ძალიან აი დასრულდება, იქნება შემოსავალი. თუ დაუშვათ, თქვენ გინდოდათ წასვლა საზღვარგარეთ თუ ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გინდოდათ, ხო? და რაღაცა დაბრყოლებები იდგა. თქვენ მაგასაც გაუმკლავდებით და მიდიხართ წინ. აუცილებლად, იმიტომ რომ რაც თქვენ გიშლიდა ხელს, რაც თქვენ არ გაძლევდათ საშუალებას, თქვათ წინსვლაში, ეს მიდის თქვენი ცხოვრება, აი თითქოს დასრულდა, სურვილის ასრულება და მე აი განთავისუფლდი, თავისუფლებას ვიღებ, გაიგეთ? ანუ თავისუფალი ვარ, სულიერად თავისუფალი ვარ, იმიტომ რომ უკვე მე ჩემ თავს, ანუ დიდი ხანია, რასაც მე ვუგრძალავდი, ნახეთ, ეხლა რასაც იყო ლაპარაკი, ხო? ჩემს თავს მაგისგან თავისუფლდები, всё, მორჩა, მივდივარ, ვაკეთებ იმას, რაც მე მსურს. ვაცხადებ, თქვათ, ახლა სამყაროს ვუცხადებ, რომ მე მზად ვარ, რომ მივიღო თუნდაც ის, რაც მე ნამდვილად მეკუთვნის. ის ნამდვილად, ანუ იმიტომ რომ დავიბადე იმ უფლებით, ხო? იმიტომ რომ მე შევძელი რაღაც, იმიტომ რომ მე რაღაცებს ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მაქვს ეს სურვილი. აი ამის გამო, ესე იგი მე ჩემ თავს ვაძლევ უფლებას, ანუ თავისუფალი ვარ, მივდივარ ჩემი გზით და სამყაროც, ნახეთ, თქვენ რა თქმა უნდა გიპასუხოს, იმიტომ რომ მორჩა ეს აგრძალური თემები რაც იყო, ის დასრულდა. და კიდე ნახეთ, იმიტომ რომ აი ნახეთ სამართლიანობა შემოვიდა, კი, დაიმსახურეთ.
თქვენ დაიმსახურეთ ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა კარმული გაკვეთილები გაიარეთ ეთყობა ნამდვილად და აი ნუ გეუბნებით. აი აქ ადამიანმა აირჩია რა, ნერვების შლამი არ მინდა, მე აი ნერვიულობა მე არ მინდა, რაღაცა ისეთი მომენტები, რაც მე არ მიხარო და მე არ მინდა, მე მინდა რომ იყოს ყველაფერი ისე როგორც მე მინდა, იმიტომ რომ დავიმსახურე. ნახეთ, სულ მაღალი არკანებით გველაპარაკება დღეს ჩვენ და რა რაღაც ძალიან მაგარია რო გეფიცები ძალიან მაგარია. აი მომწონს ძალიან რა. და საერთოდ აი ხა რაც მაჩუკეს ჩემო მოსწავლეობა ყველა და რომ არაჩვეულებრივია, მადლობა ჩემო სიხარულება, იცით თქვენ რომ რაც მიყვარს, იცით უკვე, ხო? და მაჯილდოვებთ მაგით. კი, აი ამითაც დავხურავთ. ნახეთ, დიდი ბედნიერება შემოდის თქვენთან, სიხარული, ვიღაცას კორძილი, ვიღაცას იქნება ნამდვილად დიდი სიხარული შემოვა შვილებისგან, ზოგთან შემოვა სიხარული და ბედნიერება პარტნიორისგან, ზოგს აქ შეხვედრა ახალ პარტნიორთან, როგორც ჩვენ ვთქვით, სიგნიფიკაციაში ხო და განვითარება ურთიერთობის იქნება. ნუ ყველა ვარიანტში მე მაგალითად მინდა გითხრათ, რომ აი კარგი სიტუაციები მოდის, უბრალოდ თქვენთვის აბარჩევა. აი ზუსტად რჩევ წინსვლა გქონდეთ, წინსვლა რომ თქვენ თვითონ ნუ აბრყოლებთ ნურაფერს, გჯეროდეთ იმისი რომ ყველანაირი თქვენი სირთულეები დასრულდება და გელოდებათ ახალი ცხოვრება, ახალი პერიოდი, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ. ნახეთ, 10-იანი პენტაკლების, პროსტა შეხედეთ რა ხდება. აი რა ხდება დღეს, არ ვიცი რა, დაუმაღლესი და გაშლა, უმაღლესი გაშლა და აგერა თქვენი სიყვარულიც ახალი და ყველაფერი კარგად არის. რა რაღაც აი ახლის შემოიფი პენტაკლების ტუზი. იცით რა, რაღაცა გაიხსნა თქვენ ცხოვრებაში, იცით, აი რაღაცა ახალი ეტაპი, ახალი გახსნა, ახალი აი ის პერიოდი, რომელიც იყო თქვენთვის ურთულესი, დასრულდა, იმიტომ რომ თქვენ გაუძელეთ ყველაფერს და აგერ ფარტუნა, ბედი, ყველაფერი თქვენს წინ არის. ურთიერთობაში სიახლე გაქვს, ვისაც ახალი პარტნიორი მართლა ძალიან მაგარი იქნება, ვისაც პარტნიორი ყავთ, რაღაც განახლება იქნება ურთიერთობაში. ფინანსებშიც რა თქმა უნდა შემოსავალი იქნება, იმიტომ რომ ნაკადი გაიხსნა, ეთყობა თქვენ რაღაც ზოგი შეიძლება სხვათა შორის განთავისუფლდება, რამე თქვა ცესხი თუ ქონდა ეგაც, თუ ბინაზე ფიქრობთ, ეგაც კი ბატონო აუცილებლად კიდე თუ სასამართლოში გქონდეთ რამე პრობლემები გაუმკლავდებით, ნამდვილად თუ ვინმე ყავთ ციხეში ან უნდა გამოვიდეს ან თქვენ თუ ხართ, არ ვიცი, მოდის ეს ინფორმაცია გეუბნებით, განთავისუფლება მოდის რა, რაღაც აი ან შემსუბუქება, განთავისუფლება, რომ ადამიანმა გაიაზრა რაღაცები გაიაზრა და როცა აი ეს არის კარმის გამოსწორება ძალიან ადვილია, ძალიან. არ უნდა ეწინააღმდეგო, უნდა აღიარო, რომ კი მასეა და შეცვალო სხვანაირად დაიწყო აზროვნება და იპოვო შენი გზა და იარო მაგზად მორჩა და ყველაფერი წამოვა შენსკენ აბსოლუტურად. აი ეს გაშლა არის ისეთ ადამიანისთვის, ვინც ეს ყველაფერი გაიარა, გაითვალისწინა და სამყარო ყოველთვის ჩვენ დაგვაჯილდოს. ყოველთვის გინდა სიყვარულით, გინდა ფულით, გინდა რა ვიცი მე რაც გინდათ იმ ყველაფრით, უბრალოდ ჩვენი გზა უნდა ვიპოვოთ, ვიაროთ, არ უყუროთ იმას, ვინ რას იტყვის, აკეთე რაც შენ გინდა, მხოლოდ ეს უნდა იყოს სხვებისთვის სასარგებლოდ, ანუ კი არ უნდა იყოს მავნებელი, ხო, ხვდებით რა. ანუ მე მინდა ეს გავაკეთო, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს ჩემი საქმიანობა დაეხმარება სხვებს. აი მაგ შემთხვევაში მოგეცემათ ყველაფერი აბსოლუტურად და მე ვინ რას იტყვის უკვე არ მიაქციოთ ყურადღებას მასე რომ მეფიქრა მაშინ აი ამ ქართულსაც არ დავიხვეწევ ასე აქამდე როგორც ახლა იცით თქვენ ხო რომ ახლა 12 წელი რო ცხოვრობდი რუსეთში რომ როცა გადავედი ისევ საქართველოდან და ახლა ნამდვილად პრაქტიკა იმხელა არ მქონდა ნუ უკვე ახლა ჩემთან გოგოები სწავლობენ საბერძნეთიდან მაგალითად ერთი გოგო მეუბნება მაგარი შემოსწავლე რომ მაიმ იმდენი წელი ვცხოვრობ საბერძნეთში უკვე ქართული მავიწყდება და აი ახლა მაგამ იცით რა არის ხო დავიწყე, ხო გელაპარაკებთ, ხო გისმით ჩემი. აი ეს არის მთავარი, რა სიტყვიან დანარჩენი, სულ არ მაინტერესებს, მთავარი თქვენ იყავით ბედნიერი.